გიგონებთ ხმას, მაპატიეთ, დამავიწყდა. კიდევ კარგი რომ დაწერე. ხო. ეხლა მე მგონი კარგად გაიგონებთ ჩემ ხმას, მეგობრებო, ყურსასმენები მქონდა შეერთებული. დამავიწყდა. მაგრამ არა უშავს, ამოვჭრი და საწყის. საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? დღემ როგორ ჩაიარა, მეგობრებო? აბა როგორ იქნება თქვენი შაბათ-კვირა? ნახოთ ახლა. რა ენერგიებში ხართ? დავიწყებ, მეგობრებო, ვინც ვართ? დავიწყებ თქვენით. ჯერ თქვენი ენერგიები მაინტერესებს. აბა როგორ ხართ ახლა ამ შაბათ-კვირისთვის? და ენერგიებში ხართ, ძალიან მაინტერესებს. აჰა, ჩაქრა 1 სანთელი, 1 წუთით, მეგობრებო, ავანთებ მეორეს, ეს უკვე დაილია. ახალი სანთელი ავანთოთ, მეგობრებო, ისეთი სასიამოვნო სუნი აქვს, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. კი. აი ესე. ეხლა მე დავიწყებ თქვენი ენერგიებით, მეგობრებო. ისევ არ შეცვლილა არაფერი. არა უშავს, მეგობრებო. არა უშავს, არ ინერვიულობთ, ეხლა არის დაბნელების კორიდორი. ყველაფერი გაუშვით, არაფერზე არ ინერვიულობთ. იყავით მშვიდად, სიმშვიდეში გაატარეთ, ბუნებაში გაატარეთ ეს დრო. არ ჩაიკეტოთ. არ ჩაიკეტოთ, მეგობრებო. კარგით, დავიწყოთ ეხლა. თქვენი ენერგიები მაინტერესებს. თქვენი ენერგიები. ხო, მეგობრებო. მეგობრებო. კმაყოფილი ხართ იმით, რაც გაქვთ. ანუ საკუთარ თავზე მუშაობთ, აგრძელებთ ცხოვრებას, ხო, ფიქრობთ გაზრდაზე, სულიერ განვითარებაზე კი. ბევრი თქვენთაგანი რაღაცას წერს, ბევრი უკრავს, ბევრი მღერის, ბევრი ხატავს, ქსოვს, კერავს, ქარგავს. ვინ რას აკეთებთ, მეგობრებო? ვინ რითი ხართ ეხლა დაკავებულები? არ ვიცი, მაგრამ კი, მე პირადად ვქსოვ, მაგალითად, მეგობრებო. კიდევ მღერი ვარ, კი. კიდევ რა მაქვს? ხო, ძალიან ბევრი რამე მაქვს. ეხლა ნამცხვარი გამოვაცხვე, მაგალითად. ხო. აი ესეთ რაღაცებით ვარ დაკავებული, კი. რაღაცებს ვაკეთებ, მეგობრებო. ხო. ანა მარია, გაიხარეთ, ავად როგორ ხართ, მეგობრებო? მინდა რომ ყველანი იყვეთ ძალიან ბედნიერები. გავაგრძელებ ახლა თქვენს ენერგიებს, კი. აი თითქოს და რაღაც დაიკარგეთ, მეგობრებო, მაგრამ არა უშავს. ხო, აი ნახეთ სამყარო, ორივე სამყაროს კარტი. ხო, სამყარო, მეგობრებო. თითქოს და რაღაცა სამყაროს იმედზე ხართ, კი. თქვენს ირგვლივ კიდევ არის ჭორები, მეგობრებო. თქვენ თუ არ იცით, იცოდეთ რომ თქვენზე ძალიან ბევრს ჭორაობენ. ხო, ეს მოთქმა აქვთ. აი, აინტერესებთ მაგალითად რა გაქვთ, საიდან გაქვთ, როგორ გაქვთ, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს, ვინ გაძლევთ, ვინ გეხმარებათ, რითი ცოცხლობთ, რითი გაცვიათ, რითი გახურიათ, რითი გადაადგილდებით. აი, ყველაფერი აინტერესებთ, მეგობრებო. თქვენი ყველაფერი აინტერესებთ. კიდევ ხო, რო ხართ თავდაჯერებული, რო რაღაც გარდასახვა მოხდა თქვენი, რაღაც ძალიან შეიცვალეს და ხალხს ინტერესი კლავს. რომ საიდან, როგორ რა მოხდა, ვინ გეხმარებათ, ვინა ის რომ გეხმარებათ. მეგობრებო, ამას ფიქრობენ რომ ვიღაც იპოვეთ. იქნებ ბევრმა მართლაც იპოვეთ. ხო, ნუ ეხა ეს თქვენ იცით უფრო იპოვეთ თუ არ იპოვეთ, მაგრამ ხო, ხალხს გონია რომ იპოვეთ, ხო. იყო ეგონოთ, მეგობრებო, ეგონოთ, რა პრობლემაა? ხო, ზოგმა იქნებ მართლაც იპოვეთ, ვინმე საიმედო მეგობარი ყავთ. ხო, ზოგი ფიქრობს რომ ვიღაცა ყავთ და ახალ ამბებს ელოდებიან თქვენგან, მეგობრებო. ნახეთ, ნოვოსცი. სასიამოვნო ამბები, ხო, ხალხი ელოდება თქვენგან ამბებს. ვაი, მაგელის პატრონს, მეგობრებო.
თქმა უნდა, ეგონოთ უკეთესია მეგობრებო. აი რო არიციან არაფერი და აინტერესებთ ეს უკვე წინ გადადგმული ნაბეჯია. ძალიანაც კარგი, აი ესე უნდა გააგრძელოთ მეგობრებო. კიდევ რა? ხა, კიდევ? თქვენი ენერგიები. მოკლედ მეგობრებო, რაღაც გაყენებთ ძალიან დიდ ტკივილს და თქვენ გჭირდებათ შეიძლება წმენდა, ან შეიძლება ბევრი იკეთებთ. მე ვიკეთებ შიგადაშიგ მეგობრებო, ხო, ეს ცუდი არ არის, ძალიან კარგია. თუ კი გაიკეთებთ ერთგვაროვან წმენდებს, პირიქით, ტკივილიდან განთავისუფლდებით კი, აი და ახალი დაიბადებით მეგობრებო. ამის დროა მოსული, რომ უკვე უნდა გაიკეთოთ მეგობრებო. ბევრ თქვენთაგან სჭირდება წმენდები, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად გაიკეთეთ. აუცილებლად გაიკეთეთ მეგობრებო. შეიძლება ბევრი უკვე იკეთებთ, მაგრამ ვინც არ იკეთებთ და არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად გაიკეთეთ მეგობრებო. ამის დროა რომ გაიკეთოთ. ხო, სამართლიანობა. ძალიან სამართლიანები იქნებით, ხართ და იქნებით მეგობრებო. თქვენ გაქვთ თქვენი სამართალი. თქვენ გაქვთ თქვენი სამართლიანი წესები და კანონები. სამართლის მოყვარული ადამიანები ხართ. ქვასავით ძლიერები ხართ თქვენი სიმართლით. აი ეს სიმართლით არის ზუსტად რომ თქვენ ხართ ძლიერები და ვერავინ რო ვეგერევათ მეგობრებო. წმენდები გაიკეთეთ მეგობრებო, წმენდები. ეხა დაბნელების კორიდორში არა, მაინდა-მაინც დაბნელების კორიდორის შემდეგ აუცილებლად გაიკეთეთ წმენდები მეგობრებო. ხო, აუცილებლად გაიკეთეთ მეგობრებო. კი, ერთადერთი თქვენი გადამრჩენელი არის ის, რომ ხო, ჯერ ხო ძლიერები ხართ, საკუთარი თავის რწმენა გაქვთ მეგობრებო და ყოველთვის აღწევთ საკუთარი თავის იმედად ყველაფერს. არ გჭირდებათ თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებსაც არ ჭირდებათ აი სხვისი დახმარება. თქვენ ყველაფერს შეგიძლიათ მეგობრებო. ტრანსფორმაციაში ხართ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ არ ინერვიულოთ. ეს 2 კვირა მაქსიმალურად ეცადეთ ბუნებაში იყვეთ, სიმშვიდეში იყვეთ და არ იკონფლიქტოთ. კონფლიქტში არ შეხვიდეთ მეგობრებო, არა. აი მესისულელებს არ აყვეთ, არ ჩაიდინოთ, ცუძე არ იფიქროთ მეგობრებო, არ ჩაიკეტოთ. გადით ბუნებაში. წყალთან იკონტაქტეთ ძალიან ბევრი. ბუნებასთან იკონტაქტეთ ძალიან ბევრი მეგობრებო, ხო. წყალთან და ბუნებასთან. წყლიდან აიღებს ძალიან ბევრ რესურსს. წყალი მეგობრებო, შეიძლება გჭირდებათ მარილის წმენდები, ზღვა, მარილი მეგობრებო, ზღვაც კარგია, გადით ზღვაზე, გადით მეგობრებო, აი ჩაქრა. გადით მეგობრებო ზღვაზე. ზღვა არის, ზღვის წყალი არის ძალიან კარგი წმენდისთვის. კი, იცოდეთ ეს. მე ვერ მივდივარ სამწუხაროდ. ერთხელ ვიყავი აუზზე იგიც. მე ვერ მივდივარ მეგობრებო. ვერ წავედი წელს ზღვაზე. თუ კი გაქვთ საშუალება, თქვენ წადით. კიდევ თქვენი ენერგიები, 1-2 კარტი და ფანტაზიები, ილუზიები. ძალიან ბევრს ფიქრობთ წარსულზე, ძალიან ბევრს ფიქრობთ წარსულ გულის ტკივილზე, დამსხვრევაზე, განადგურებაზე. აღარ იფიქროთ ამაზე მეგობრებო. აღარ იფიქროთ. აი იფიქრეთ ახალზე, მომავალზე იფიქრეთ, ბედნიერებაზე იფიქრეთ. აი წინ მაწეტი, მე ერთო ნაპატიე. აი ენა დამება ჩემო ძვირფასებო. ცუდი გაუშვით, წარსული გაუშვით. კი, ახლა მეტყვით არ ვფიქრობ წარსულზე, თქვენში არის შიგნიდან არის ეს მეგობრებო. დალექილი გაქვთ ეს. ამიტომ წმენდებს რო ჩაიტარებთ, ეს ყველაფერი გამოვა. ხო. კიდევ რა? აი მეგობრებო. აი მეგობრებო, ხო, აი. და არავის არ უთხრათ. ნახეთ? ეხა გეტყვით რა ხდება აქ.
თქვენ ცხოვრებაში რაღაც ბედნიერება ახლოვდება. თან სერიოზული მეგობრებო, სერიოზული ბედნიერება ახლოვდება ერთ დღესაც გაიღვიძებთ და მიხვდებით რომ რაღაც სიახლეები ხდება. ოღონდ ეს არავის არ უთხრათ მეგობრებო, ეს კიდევ ამოვიდა ეხლა. ეს არავის არ უთხრათ. აი მაგალითად ხვალ გაიღვიძეთ და რაღაც იგრძენით. არავის არ უთხრათ რომ კარგ ხასიათზე ხართ. ხო. არავის არ უთხრათ რომ რაღაც ხასიათი შეგეცვალათ, რაღაც გამოგიკეთდათ, რაღაც გამოგინათდათ თვალებში. ეს არავის არ უთხრათ მეგობრებო. ხო. არ უთხრათ. თქვენთვის იყავით ბედნიერები. ვა, ხო შეიძლება. თუნდაც პარტნიორმა ხვალ მაგალითად შეგეხმიანოთ მეგობრებო. აი მაგალითად გათენდა ხვალ, მეგობრებო, ამისა ზუსტად ეს. ხო მაგალითად ახლა შეხედეთ მეგობრებო, ხვალ დილით გათენდა და აი თქვენმა პარტნიორმა მოგწერათ წერილი. გამოვიდა კონტაქტზე და გახდით ბედნიერები. ჰად, იყავით თქვენთვის ეს ბედნიერები მეგობრებო. არ უთხრათ არავის, კაცო. ხო შეიძლება რომ არავის არ უთხრათ. მესმის რომ მოგაწვებათ ეს ბედნიერება და გინდათ რომ ყველას უთხრათ. არ უთხრათ არავის მეგობრებო. ჩავაბრუნე ეს კარტი. ხო, არავის არ უთხრათ. აი კარტიც გიმოწმებთ ამას, რომ პარტნიორის შესახებ თუნდაც არავის არ უთხრათ. თქვენი ბედნიერების შესახებ არავის არ უთხრათ. ფინანსები მოიმატებს არ უთხრათ. რამე იყიდეთ არ უთხრათ. სადმე მიდიხართ არ თქვათ. აი რაღაცა გინდათ არ თქვათ. მეგობრებო, ისწავლეთ ბედნიერების შენახვა თქვენთვის. ისწავლეთ. ხო. ისწავლეთ მეგობრებო, ვინმე რაიმეს გაჩუქებთ, არ თქვათ. ვინმე სადმე დაგპატიჟათ, არ თქვათ. ხო, არაფერი არ თქვათ მეგობრებო. არ თქვათ, საერთოდ არაფერი არ თქვათ მეგობრებო. პირში წყალი ჩაიგუბეთ. ხო, ესეთია თქვენი ენერგიები. ძალიანაც კარგი. ესეც უკვე გადავაგდოთ. ესე. უი, დამისვარა. აი ეს. დამისვარა მეგობრებო სანთელმა. კარგით, მოკლედ ჩემი ძვირფასებო. სალამი ყველას მოგესალმებით. ჩემი ძვირფასებო. ეხლა დავიწყებ პირდაპირ თქვენი პარტნიორს, თქვენს პარტნიორზე საუბარს. ხა სიმპათიური მაიმუნი. ქუცურები აგერ, აი სიმპათიური მაიმუნი მეგობრებო. ხო გეუბნებით, აი დედას ფიცარ მეგობრებო, წუხელ, ხო გეუბნებით წუხანდელ ლაივს თუ მოусმინეთ, არ ვიცი, ჩაწერილს YouTube-ზე არის, ვინც არიცით. 25 წუთიანი ვიდეოა, მაგრამ აი მეგობრებო, თქვენი პარტნიორი თქვენი მაიმუნივით სიმპათიური პარტნიორი ბიბლიაზე ხელს ადებს სიმართლისთვის, სამართლიანობისთვის, დათანხმებისთვის, რომ თავის მიზნებს სრულფასოვნად შეასრულებს, მორალურად, ფსიქოლოგიურად და ძალას მოიკრიბავს. თქვენი სიმპათიური მაიმუნი მეგობრებო. ხო, აი ესეთია ზუსტად გუშინ ვნახე ჩემი კუცურა. მეგობრებო. ხო, სიმპათიური მაიმუნი, აი არაა ეხლა ეს სიმპათიური მაიმუნი, ანა მარია? ხო, ასეთია ჩემი. დედას გეფიცებით სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დედას გეფიცებით. გუშინ დავსკრინე ჩემი კუცურა, გავადიდე ფოტო. აი გეფიცებით ადამიანობას თუ ზუსტად ამას არ გავდეს მეგობრებო ახლოდან. აი ესეთი დაღურემილი სახი აქვს. ესეთი დანაოჭებული სახი აქვს. აი ესეთი ნაოჭები აქვს თვალებზე. ზუსტად ამას გავს მეგობრებო. თმები გაცვენილი აქვს. ხა. აი ზუსტად ესეთი სიმპათიური მაიმუნია მეგობრებო. დედას გეფიცებით. ხო. და რა გავაკეთე მეგობრებო? სასწაულებს გეტყვით ახლა. რა გავაკეთე? ჩემი სურათი და მისი სურათი გავაკეთე ერთად და ვუყურებ ახლა ამ სურათს მეგობრებო. დედას ფიცა ვარ. სად მე და სად ის.
არ ვიქებ თავს, მაგრამ ასია, აი ღმერთს გეფიცებით მეგობრებო, ზუსტად ესაა თვითონ. აი ზუსტად ესეთი გამომეტყველება აქვს, დედას ფიცავარ მეგობრებო. ხო. დავიფიცებ, რატომაც არ დავიფიცებ. დედას ფიცავარ უტყუოდე უბრალოდ. ხო, აი ესაა თვითონ. ძალიან გავს მას. ასეთი გამომეტყველება აქვს ზუსტად სახე თვალები ესე აქვს დაღვრემილი და საცოდავებული მეგობრებო და რო გავადიდე სურათი ახლოს რომ მოვიყვანი ეს ახლოს რომ მოვიყვანი მეგობრებო გული კინაღამ წამევიდა იმხელა სევდა აქვს თვალებში ვის ატყუებს ეს ვის ატყუებს მეგობრებო საცოდავი მისი დღე ამით ამოვიკითხავ ეხლა მის ენერგიებს, ხო? ამით ვიზამ ეხლა ისევე. საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, მეგობრებო, კონფლიქტებშია. ამას რაღაცები ეშლება. სრამნენიე, სუჟძენიე. ამან ვინ უნდა გაასამართლოს? ამან ვინ უნდა გაამტყუნოს? ეს თქვენ გამტყუნებთ, მეგობრებო. ეს სავარაუდოდ გამყუნებთ თქვენ. სუჟძენიე. ეს ვის აბრალებს ვიღაცებს. თვითონ იფიცებს რომ მართალია და თქვენ გაბრალებთ ყველაფერს. და გავგიჟდი ახლა მეგობრებო. ხო, უყურეთ რას ამბობს ამ სიტუაციაში რო ჩავარდა თქვენი ბრალია. თვითონ ნახეთ მეგობრებო რამ ხელა აფერისტობა აქვს. ბიბლიაზე ხელს ადებს რომ მე რომ ეხლა ასეთ დღეში ვარ შენი ბრალიაო მეგობრებო. არ ვიცი ვისთან ჭედავს მეგობრებო. არ ვიცი ვისთან ჭედავს მეგობრებო. ხო. აი ასე. მე დავბლოკე ბოლოს საიდანაც მომწერა და წავშალე. ძალიან რომ მინდოდეს ვერ ვნახულობ. ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ ვნახულობ მეგობრებო. არც ვეძებ. არ ვეძებ. მეტი არ მაქვს საქმე, ახლა მაგას ვეძებ. აქეთ მომძებნოს, აქეთ ინერვიულს, მორგანას აღამოშვიდობის. ხო, აი ესე მეგობრებო, თქვენ გაბრალებთ, ეს ადამიანი თქვენ გაბრალებთ. კიდევ რას ფიქრობს? მისი ენერგიები. ოხ, მეგობრებო, რა დაკარგულად გრძნობს თავს და რა განადგურებულად აფეთქებები აქვს მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. ამ ადამიანს ქონია ისეთი შემთხვევა, რომ შეიძლება ცუდი იფიქრა, ცუდზე იფიქრა. ძალიან ნახეთ როგორაა მოსიკვდილებული მეგობრებო. ვარ გონიათ რომ კარგათაა. ძალიან ცუდათაა. მოკლედ თქვენც ხო ხართ, თქვენთანაც ამოვიდა ეს კარტი და ეს კარტი თქვენთანაც ამოვიდა. ისიც თქვენსავითაა მეგობრებო, მაგრამ თქვენზე უარესად კიდე. ხო. ოხ, რა დამსხვრეულია თქვენ იცინი ხართ ეხლა ესე ხართ თქვენ. აბარა ეხლა ჩვენ აქ ვიცინი ვართ და თვითონ ესეა. ხო, აი მეგობრებო, თქვენ ესე ხართ. იცინი ხართ და ის დამსხვრეულია. დააბრალოს მის თავს. აბარა. თუმცა გაჩვენებთ რომ ძალიან ბედნიერია. კი, აი როგორც მე ვხედავ მეგობრებო ისე. ხო, იცით როგორაა, ეს არის საერთოდ კომპეტენტური ადამიანი. ეს არის მისი დავალება, საკუთარი ამ ადამიანს აქვს თავისი მოთხოვნები. უყურეთ, ახლა გეტყვით ზუსტად. ხო, ძალიან მომთხოვნია, ძალიან კატეგორიულია, ძალიან კომპეტენტურია, ძალიან აი ამ ადამიანს უყვარს დავალებების მიცემა. აი უყვარს მაგალითად ვინმეს რაიმეს რო დაავალებს, შენ ეს გააკეთე, შენ ეს გააკეთე, შენ ეს კენი. ხო, ძალიან მომთხოვნია. სხვისგან არის თვითონ მომთხოვნი. ხო. მის თავს კი არ თხოვს, სხვას თხოვს მეგობრებო. ხო. თან ძალიან თავდაჯერებულად ითხოვს. ეს ადამიანი კიდევ თქვენგან ითხოვდა მაგალითად ურთიერთობაში ბევრს, აი თქვენგან ითხოვდა სითბოს, ყურადღებას, ერთგულებას. ხო, თქვენგან. ითხოვს.
თან ითხოვს, კი არ მოითხოვს, მეგობრებო, ითხოვს. კიდევ როგორია მისი ენერგიები და ეხლა ამ სიტუაციაში კი რაღაცებს აღწევს ახლა შეიძლება ეხლა კონდეს ამ ადამიანს რაღაცა თავისი მიზანი და მიზნებისკენ მიდიოდეს. კი მეგობრებო და ამისთვის ძალიან ბევრს ბრძოლობს. კი. ძალიან ბევრს ბრძოლობს ეხლა ამისთვის და იმედი აქვს რომ გაუმართლებს. კიდევ ხო, ამას თქვენ არ გეუბნებათ, აი თქვენსავით. ნახეთ, როგორც თქვენ ეს თქვენთანაც ამოვიდა და არც თვითონ. არავის არაფერს არ ეუბნება, არც თქვენ გეუბნებათ და ზოგადად არავისთან არაფერს არ ლაპარაკობს. ხო. არავისთან არაფერს არ ლაპარაკობს. და ეხლაც ამბობს, რომ არაფერი აღარ გავაგრძელო თქმა. არა მეგობრებო, უკვე არაფერს აღარ ამბობს მთვარეში, აღამერ ძალიან ბევრს ფიქრობს. ძალიან ბევრს ფიქრობს ურთიერთობაზე. ძალიან ბევრს ფიქრობს თავის შორეულ მომავალზე. კი, ეს არის მიუწვდომელი მზე, შორეული მზე, სადღაც ანათებს, ხო? აი, თქვენ და მთვარეშია ამის გამო. თქვენ ხართ შორს მიუწვდომელი მზე ხართ მისთვის და ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და ამაზე ფიქრობს უფრო მეტად ღამით. მაგრამ მეც აღარ გავაგრძელებ, ხო, ამიტომ მეტის თქმას არ უნდა, თქმა არ უნდა მას მეგობრებო მეტის, ხო, ამიტომ აღარ უნდა გავაგრძელო ამით. დავკმაყოფილდეთ ამაზე რაც არის და ეხლა დავიწყოთ მეგობრებო ეხლა ჩვენი დღევანდელი თემა. აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო, სალამი ყველას, მოგესალმებით. უღრმესი მადლობა ყველას ლაიქებისთვის, ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა საჩუქრებისთვის, მორგანა, უღრმესი მადლობა ყველას, თითოეული თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო, რომ მანევიურებთ აი ყველაფრით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. კარგით, ჩემო მეგობრებო, აბა ეხლა დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი თემა არის, ვინც არ იცით. კრუნჩხვები. დაეწყო კრუნჩხვები ტელეფონს. არა უშავს ანა მარია, მეგობრებო, არი ნერვიულოთ არც მაგაზე. არც მაგაზე არი ნერვიულოთ. დღევანდელი ჩვენი საჯარო ლაივი არის. თქვენი პარტნიორი და ზოგადად მისი საქციელები. პარტნიორი და მისი საქციელები მეგობრებო. ხო. პარტნიორი და მისი საქციელები. და დავიწყოთ ეხლა. აი მეგობრებო, ხო გაწყენინათ ეხლა თქვენ არ საუბრობთ ერთმანეთში ეხლა. ურთიერთობა არ გაქვთ, საუბარი არ გაქვთ. მიწერ-მოწერა არ გაქვთ, კონტაქტი არ. ურთიერთობა არ გაქვთ, საუბარი არ გაქვთ. მიწერ-მოწერა არ გაქვთ, კონტაქტი არ გაქვთ. კონტაქტი არ გაქვთ მეგობრებო. ეხლა ვნახოთ. აი მაგალითად თქვენმა პარტნიორმა დაწყენინათ. ხო? აი რა იყო? ამის მიზანი, რას ფიქრობდა? რომ გაწყენინათ, რას ფიქრობდა? თუ ქონდა რაიმე მიზანი ამ ყველაფერს, ნებით იყო თუ უნებლიეთ მეგობრებო. დავიწყოთ. ხო, თუ წერთ, ნუ კარგით, ვინც წერთ, ვინც არ წერთ, თქვენს ინფორმაციას ეხლა გაიგონებთ ჩემო ძვირფასებო. ხო, აბა ვნახოთ ეხლა. რა იყო ამ ყველაფრის უკან რო გაწყენინათ? ფინანსები. ეს იყო გონივრულად. ხო, მეგობრებო, შეხედეთ ეხლა ერთი წუთით რა იყო ამის მიზეზი? ის რაც თქვენ არ იცით. ხო,
უყურეთ, რა იყო ახლა ამის მიზეზი? კი, სიყვარული აქვს. რა იყო ამის მიზეზი, მეგობრებო? და ამ ადამიანს უნდა რაღაც თავისთვის ის, რასაც თქვენ არ გეუბნებოდათ, ჩუმად რაღაცა გაიკეთებიან, თუნდაც ფინანსები. ხო, ფინანსები, მეგობრებო, ნახეთ, სტაბილურობისთვის იბრძოდა ეს ადამიანი. მაგრამ არ გამოუვიდა. ეხლა აქ ხართ თქვენ, ეს ხართ თქვენ. თქვენ ხართ ძალიან კეთილგონიერი, ფრთხილი, წინდახედული ადამიანი, რომელიც სტაბილურობისკენ იბრძვის. ეს ხართ თქვენ. ხო, სტაბილურობისთვის იბრძვის. თქვენ ძალიან ბევრი რამე არ იცოდით ამ ადამიანის შესახებ. ეს ადამიანი ისედაც არ გეუბნებოდათ, თავისთვის რაღაცებს ფიქრობდა, მეგობრებო. ხო, თუმცა სიყვარული აქვს. ქონდა მაშინაც და ეხლაც აქვს. ეს ადამიანი რაღაცას თავისთვის ბრძოლობდა, მეგობრებო. ბრძოლობდა რაღაცას თავისთვის. ხო. მიზანი იყო თავისი ესეთი, კი. თუმცა შეცდა, მეგობრებო. წავიდა დანაკარგებში. ყვილებში, ღალატში. საქმე წავიდა ღალატში. არა, მეგობრებო, ეს სპეციალურად არ გაუკეთებია, ეს მოვიდა უნებლიეთ. იმიტომ რომ აქ არის ტყუილები თქვენგან კი არა, სხვისი მხრიდან მასთან. მას ქონდა რაღაც თავისი მიზნების სიყვარულთან დაკავშირებით, რაღაც ფინანსების შეიძლება გამომუშავება, ნუ ეხლა ვის რა ქონდათ, მეგობრებო, თქვენსაც მოერგეთ. თქვენ სიტუაციას ეხლა მე არ ვიცი ვის რა ქონდათ, მაგრამ ის რაც იყო ის, რომ თქვენი ურთიერთობის მომავლისთვის ეს ადამიანი ცდილობდა ძალიან ბევრს. თუ კი სადმე ქონდა ფინანსური დაბანდება, ამ ადამიანს იქ არ გამოუვიდა, იმიტომ არ გამოუვიდა, რომ თქვენგან კი არა, იქ სადაც იყო, იქედან წამოუვიდა მას ტყუილები. ღალატი. ხო. ღალატი, მეგობრებო. ამაზე ხლა ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი და ძალიან ბევრ დანაკარგებშია. თქვენთან ძალიან ბევრ დანაკარგებში, ანუ გაუთვალისწინებლად დაგკარგათ რაღაცნაირად მოხდა თქვენ შორის გაუგებრობა. ნუ კარგი გააქვთ მიწერ მოწერა, მაგრამ რაღაც გულის ტკენა მაინც მოხდა. კარგით. ესე იგი მიზანი იყო ის, რომ რაღაცა თავისთვის ამ ადამიანს გაიკეთებინა ისეთი რაღაცა, რომ ხო სამომავლო გეგმები ქონდა ესეთი თავისი. ხო, რაც შედეგი არ მოუტანა ისეთი, როგორზეც ფიქრობდა. ხო. ნუ თავისთავად ეხლა კმაყოფილი თავისთავად არა, აქვს ეხლა ძალიან ბევრი პრობლემები, გეგმების ჩაშლა აქვს. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც მოუტანა გრევა და კოშკი. გრევა და კოშკი მოუტანა ურთიერთობაშიც, მეგობრებო. ხო, რაღაც ბზარი გაჩნდა. უსამართლობა, არასრულყოფილება, კი. გაჩნდა ურთიერთობაში. თუმცა ძალიან დიდი მესაკუთრეა ეს ადამიანი, თავისას მაინც არავის არ დაუთმობს, მეგობრებო. ხო, თქვენი მესაკუთრე, თქვენ ხართ მისი საკუთრება. თქვენ მაინც არ დაგთმობთ ეს ადამიანი, რაც არ უნდა ამან დანაკარგებში წავიდეს, რაც არ უნდა დაკარგოს, რაც არ უნდა მოუვიდეს. ამ ადამიანს თქვენ არ დაგთმობთ, მეგობრებო, ეს. თქვენ ხართ მისი ბალანსი. თქვენთან ეს ადამიანი ბალანსში მოდის. მაგრამ ეხლა არის დანაკარგებში. ხო. ასე რომ, მეგობრებო. ხო. არა, თქვენ დაკარგვაზე გამორიცხულია, უკმაყოფილოა ძალიან, უთქვენოთ. ხო, მოდი ეხლა გავარკვიეთ, როგორი ხართ ეხლა მის თვალში. ძალიან სიმპათიური ხართ მის თვალში, ამოვარდა. ძალა გაქვთ. თქვენ გაქვთ ძალა მასზე, ძალიან სიმპათიური ხართ მის თვალში, ძალიან ისეთი მოსიყვარული ხართ მის თვალში. ძალიან გამგებიანი ხართ. გულთბილი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის სითბოს და ყურადღებას აძლევდა მას. ესეთი ხართ მისთვის. ხო. ყოველთვის იყავით და ხართ. მოდით ეხლა ვკითხოთ, მეგობრებო, რა მაგის პასუხია და ეხლა მაგალითად, ეხლა რას ფიქრობს ამ ყველაფრის შემდეგ? რას ფიქრობს ეხლა ამ ყველაფრის შემდეგ? რას ფიქრობს, მეგობრებო, და ეს ადამიანი ფიქრობს სპეციალურად, დაგეგმილად,
ისე არა რომ გზად გამოიარა და გამოგიარათ, არა მეგობრებო. სპეციალურად დაგეგმილად, გადაწყვეტილად აი თქვენთან მოსვლას, ახლის დაწყებას, დაბალანსებას ურთიერთობის და აი ოფიციალურად გადაწყვეტილი აქვს ამ ადამიანს. ოფიციალურად მოგწეროთ შეხვედრაზე, მოგწეროთ ჩამოსვლაზე, მოახლოებაზე. ხო, ოფიციალურად მეგობრებო. ოფიციალურად. აბა ნახოთ კიდევ. ხო, რა გვინდაო კიდევ, რა გვინდაო? რა გვინდაო მეგობრებო? ურთიერთობის განოლება და ახალი დაწყება. მეგობრებო, თქვენთან უნდა ურთიერთობა ამ ადამიანს. რა მაგის პასუხია და? ხო, სამართლიანად მეგობრებო, ყველაფერი უნდა სამართლიანად. ურთიერთობა აღიარებული უნდა სამართლიანად. ურთიერთობა ქორწინებით უნდა, ურთიერთობა უნდა ნიშნობით, ურთიერთობა უნდა რიტუალებით, თავაზიანობით, ყურადღებით, აღიარებით, გულწრფელობით. შეიძლება ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი იყოს სასწორიც. აი მაგალითად მშვილდოსანი, სასწორი და კიდევ რომელია? თევზები. ხო. თევზები. ერთი წუთით მოვალ ახლა. მოვალ მეგობრებო. მოვედი მეგობრებო. ხო. ქალწულია. ხო, აი ქალწული კი. კიდევ, აბა ვნახოთ კიდევ რა. ოხ მეგობრებო, როგორ ეჭვიანობს თქვენზე. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან ურთიერთობა, სიახლოვე. ხო. ძალიან ეშინია. თქვენი დაკარგვის. ძალიან ეგოისტია. არასტაბილურობის შიში აქვს. მეგობრებო. არასტაბილურობის შიში აქვს. თუმცა ურთიერთობა შეიძლება აქამდე უნდოდა მხოლოდ ურთიერთობა და ეს იყო უბრალოდ ურთიერთობა, მეტი არაფერი, მაგრამ ეხლა მეგობრებო ესე არ ფიქრობს. ეხლა ასე არ ფიქრობს. ეხლა სამართლიანად უნდა. აქამდე თუ სამართლოდ გექცეოდათ, ეხლა სამართლიანად უნდა მეგობრებო. ეშინია დაგვიანების თქვენთან. კატასტროფულად ეშინია. კიდევ ეცდება მეგობრებო თქვენთან ბედს ეს ადამიანი. კი. ელოდეთ მისგან, როგორ გითვალთვალებთ. არ გეგონოთ რომ სადმე წავიდა. უბრალოდ ძალა აქვს გამოლეული ახლა. მეგობრებო. ოჯახი უნდა თქვენთან. ოჯახში დაბრუნება უნდა, ოჯახი უნდა. ამ ოჯახის გადარჩენა უნდა, ამ ურთიერთობის შექმნა უნდა. თუ ოჯახიდან წასულია, ოჯახის გადარჩენა და დაბრუნება უნდა. ხო. დასვენება უნდა. ნახეთ ქვემოდან როგორი კარტია. ძალიან რთულია ეს გზა უთქვენოთ მისთვის. ძალიან რთულია ეს გზა უთქვენოთ მისთვის. ხო. ეს რა არის?
ოხ, მეგობრებო. ეხლა რას გეტყვით? კი, ძალა გამოლეული აქვს ამ ადამიანს. ეხლა გეტყვით მეგობრებო. ეს ყველაფერი თუ დადგმული სცენა იყო აქამდე, კი, არტისტული. ეს ადამიანი თუ კი თქვენ იმყოფებოდით, მეგობრებო. სამკუთხედი. ეს არ თქვენი ურთიერთობა არის სამკუთხედი, თქვენ იმყოფებით სამკუთხედში სავარაუდოდ. ეხლა გეტყვით. ამ ადამიანს თუ ოჯახი აქვს, მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა განქორწინება. გეტყვით ეხლა, იმდენად მოჯაჭულია თქვენთან ამ ადამიანს განქორწინება უნდა თქვენ გამო, იმიტომ რომ თქვენთან უნდა მზე, თქვენთან უნდა მხიარულება, ნიშნობა, ქორწინება, ბედნიერება. ეხლა კი უპასუხისმგებლობაში, მაგრამ და რაღაც დადგმული სცენები იყო თქვენს ურთიერთობაში უპატიოსნო. სამაგეროდ ეხლა ეშინია. კი, ამ ადამიანს როგორც ჩანს იქ ოჯახი აქვს. ვინც იმყოფებით სამკუთხედში მეგობრებო, იცოდეთ რომ ამ ადამიანს იქ განქორწინება უნდა, თუ კი ოჯახი აქვს და თქვენ მესამე პირი ხართ. კი, ძალიან ბევრი ჭორები დადის თქვენს ირგვლივ, თუ თქვენი ურთიერთობის ირგვლივ. კი, თითქოს საუბრობენ ამ ყველაფერზე. მაგრამ სამკუთხედი მეგობრებო, რამდენადაც სამკუთხედია, იმდენად გამარჯვება უნდა ამ ადამიანს და თქვენთან მოახლოება, თქვენთან სიახლოვე უნდა ამ ადამიანს მეგობრებო. არ ვიცი ხარ რამდენად დაიჯერებთ, მაგრამ ასეა კი. განქორწინება უნდა იქ. კაი ბატონო, განქორწინდეს, რა პრობლემაა? თუ კი მას არ ეცხოვრება იქ, თვითონ განქორწინდეს. აბა ვნახოთ რამდენად გამოუვა. რამდენად გამოუვა. ამაზე ძალიან ბევრს იმუშავებს. ნახეთ მეგობრებო, ამაზე უნდა მუშაობა ამ ადამიანს, მაგრამ იმდენად რთულია ეხლა ეს მისთვის, ეს ყველაფერი ძალიან რთულად ეძლევა მას. სასწაულადაა ჩემო ძვირფასებო. თუმცა ძალიან უნდა რომ ეს ყველაფერი დაამარცხოს. ძალიან ბევრი ჭხუბი აქვს ოჯახში. როგორ უნდა იქიდან წასვლა? ამისთვის ბრძოლობს რომ ნახეთ იქიდან წამოვიდეს. ნახეთ მეგობრებო, ბრძოლა და წამოსვლა. წამოსვლა და ბრძოლა. ღამე უძილობა. ხვა? წასვლა. მეგობრებო, წასვლა. წასვლა. იქიდან წასვლა. იმიტომ რომ მიხარ რომ ჭუაშია მოტყუებული მეგობრებო. იქ არაფერი არ აქვს მეგობრებო. იქ არაფერი არ აქვს, როგორ ევედრება უფალს. ამ ყველაფრის დამთავრებას, როგორ ევედრება უფალს მეგობრებო. ტრანსფორმაცია აქვს ამ ადამიანს, მისი ჭირიმე, აბა რა იგონა. რო აგიყოლიათ სამკუთხედში რა იგონა. პაუზებშია მეგობრებო. აი თქვენ. ეს ადამიანი პაუზებშია და ესეც თქვენ. თქვენ გამო არის პაუზებში. ნახეთ პაუზაა შვაში. შეიძლება მოსვლა უნდა, მაგრამ თქვენ აღარ უშვებთ. არ მოხვიდეო ეუბნებით. ნუ ეხა ვისთან როგორ ჩემო ძვირფასებო თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს დედა. ბევრი შემთხვევაში შეიძლება იყოს ცოლი. ხო. იმპერატორი ქალი არის მის ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს ცოლიც და ეს შეიძლება იყოს დედაც. ეს ადამიანი რაღაცას მოგწერთ. მისგან წერილს მიიღებთ. სასიყვარულო წერილს მიიღებთ მისგან. კი. თავიდან დაწყებას მოგწერთ. შემოგთავაზებთ თავიდან დაწყებას. მაგრამ მას ძალიან შიში აქვს, რომ არ გამოუვა. ამაზე ძალიან ბევრს ეცდება მეგობრებო, იცოდეთ.
ძალიან ნანობს დაკარგულ დროს, გადაყრილ ფინანსებს, მოტყუებული. ანუ ის, რაც ამ ადამიანს დაიმართა, ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, დანაკარგებს. ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი აქვს, ფინანსურადაც ფეხზე ძალიან კარგად დგას, მეგობრებო, ფინანსების გაჭირვებას არ განიცდის. ფინანსები აქვს ამ ადამიანს. მაგრამ იმას, რაც გარისკა, ეს უკვე სიამოვნებას აღარ ანიჭებს. არ გაუმართლა, ეს არის გაუმართლებელი რისკი, რაც გარისკა ადამიანმა ის უკვე ბედნიერებას აღარ ანიჭებს. ხო, ამიტომ მეგობრებო, მის თვალში ხართ ის ადამიანი, ვინც დაკარგა, ყოველ შემთხვევაში ეხლა ისე ჩანს. ამ წუთას დაკარგული ხართ მისთვის, მაგრამ ამისთვის იბრძოლებს. იმიტომ რომ იქ რისთვისაც წავიდა და რისთვისაც იყო ეს ადამიანი, ეს ყველაფერი რომ ამ ყველაფერს რომ მიაღწია, მიხვდა რომ ეს ყველაფერი არაა ის ბედნიერება, რაც მას ჭირდება. ამიტომ მეგობრებო, ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია, ეს ადამიანი როდესაც მოვა, მიიღებთ თუ არა. ხო, ამიტომ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. მეგობრებო. მაინტერესებს უბრალოდ. მინდა ვკითხო ეხლა, სამყარო თუ მიცემს ამ ადამიანს შანსს და თუ გამოიყენებს ამ შანსს. მაინტერესებს მეგობრებო. ოხ. მოდის მეგობრებო. არ გიგონებთ რომ არ მოვა. უბრალოდ თქვენ არაფერი გააკეთოთ. ეს ადამიანი აუცილებლად მოვა კი. ეხლა მინდა ვკითხო. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. სამყარო თუ მიცემს ამ ადამიანს მოსვლის შანსს, მას კი უნდა, მაგრამ თუ მიცემს სამყარო მოსვლის შანსს. კი, მეგობრებო, ეს ძალიან ბევრს იბრძოლებს თქვენ გამო. ის, რაც მან დაკარგა, ამისთვის ძალიან ბევრს იბრძოლებს. კი. მეგობრებო. ძალიან ბევრს იბრძოლებს. ეშინიათ სამხრივი სიყვარულის, რომ აი მაგალითად მოვა და თქვენ რომ უკვე აღარ გიყვარებათ. შეიძლება მართლაც აღარ გიყვართ უკვე მეგობრებო, რა ვიცი, ვის როგორ. ხო, სამხრივი სიყვარულის ეშინია, რომ მოვიდეს და არ მიიღოთ. ან ვინმე სხვა ყავთ უკვე, ან უარი უთხრათ, რა მნიშვნელობა აქვს. გვიანი კი არა, უკვე აღარ გინდათ. ვთქვათ. გვიანი არა, გვიანზე არაა საქმე, რომ უკვე აღარაა საჭირო, აღარ გინდათ. ამის ეშინია. უნდა თქვენთან მოლაპარაკება აწარმოოს. კი, მეგობრებო, აი რა ვქნა, უნდა მეგობრებო, თქვენთან ყოფნა უნდა. თუ მიცემს სამყარო ამ ადამიანს შანსს. მას უნდა ერთია. გადაწყვეტილება. ხო, ტყუილები. უნდა რომ აპატიოთ ის ტყუილი, რაც იყო, ის პრობლემები, რაც იყო თქვენ შორის, ამ ადამიანს უნდა რომ აპატიოთ. ხო, უნდა რომ აპატიოთ. ძალიან ცუდათაა მეგობრებო, რას ვეკითხები და რა პასუხს მცემს. კარგით, ეთყობა არასწორად დავსვი შეკითხვა. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა მეგობრებო. რა შობა კარტები ვერ მივხვდი ჩემო ძვირფასერო. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. მეგობრებო, გეუბნებით, ამ ადამიანს უბედური ქორწინება აქვს, უბედური პარტნიორობა აქვს, უბედური დედაშვილობა აქვს, იქ სადაც არის, თუნდაც დედმამასთან იყოს. ძალიან ცუდად გრძნობს თავს.
ყველა ხო არ იქნება პარტნიორთან. ზოგი შეიძლება დედმამასთან ცხოვრობს, დედმამიშვილთან ცხოვრობს. შეიძლება საერთოდ არავისთან არ ცხოვრობს, მაგრამ სადაც ცხოვრობს, სადაც არის, იმ სიტუაციაში ეს ადამიანი არის ძალიან უბედური. შეიძლება პატიმარიც იყოს. თუ პატიმრობაშია, მეგობრებო, თავისთავად ცუდათაა. ამიტომ ტრანსფორმაციაშია ეს ადამიანი. თუმცა მომავლის იმედი აქვს. თქვენი ურთიერთობის მომავალი. თქვენი ურთიერთობის მომავალი არის ის, მეგობრებო, რომ თქვენ აუცილებლად გექნებათ თქვენი სტაბილურობა და თქვენ ცხოვრებაში სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს. არ გეუბნებათ მაინდა-მაინც კარტი. ეტყობა არ უნდა იცოდეთ. აი ნახეთ უბრალოდ ახლა მე არ გეტყვით. ეს თქვენ ხართ, ეს თქვენი პარტნიორი. ანუ ვინც მიყურებთ, თუ მამაკაცები მიყურებთ, ეს თქვენ ხართ და ეს თქვენი პარტნიორი. ძალიან ბევრი გაურკვევლობა გააქვთ ერთმანეთში. სირთულეები, პრობლემები, ორივეს გეშინიათ დაგვიანების, როგორც თქვენ, ასევე თქვენ პარტნიორს, მეგობრებო. თქვენ ფიქრობთ, ხო არ ყავს ვინმე და ხო არ უყვარს ვინმე და თქვენი პარტნიორიც იგივეს ფიქრობს თქვენზე. თქვენ ხო არ ყავთ ვინმე. კითხვებზე პასუხები არ მაქვს. თქვენ ძალიან ნერვიულობთ ამ ადამიანის დაკარგვას. ასევე თვითონ მეგობრებო. ესე იგი ორივე ერთნაირად ხართ მეგობრებო. რა გავაკეთო? რასაც თქვენ ფიქრობთ, იმას ფიქრობს თქვენი პარტნიორიც. არასტაბილურობის შიში გაქვთ ორივეს. ამიტომ ვერ რისკავს ეს ადამიანი ბოლომდე 1% მაინც ვერ რისკავს რომ მოვიდეს და რაიმე შემოგთავაზოს. არასტაბილურობის შიში აქვს. კარგით, ბოლო-ბოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს? იგივე, რაც წეღან. აქამდე თუ უპატიოსნო თამაში იყო, მეგობრებო, ეხლა უნდა პატიოსნათ ყველაფერი. ნიშნობა ქორწინება ბედნიერება. და ეშინია რო არ დააგვიანდეს. ეშინია ზედაპირულად არ თქვენთან ზედაპირული ურთიერთობა. უყურეთ, აქამდე თუ იყო ზედაპირული ურთიერთობა და მარტო უნდა თქვენთან ურთიერთობის ინტერესები ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე, მეგობრებო. ეხლა ასე აღარ უნდა. ეხლა უნდა ოფიციალურად, აღიარებით. ზედაპირულად არა, ოფიციალურად და აღიარებით. მეგობრებო, რადგან საჯარო ლაივია, ყველასთან ერთნაირად არ არის, ასე რომ თქვენი ინფორმაცია აიღეთ. ძალიან ბევრს იხსენებ თქვენს ურთიერთობას და ამის გამო ძალიან ცუდათაა. შეიძლება ბევრი მართლაც პატიმრობაში იყოს, მეგობრებო, ზოგიერთი შეიძლება პატიმრობაშიც იყოს. ძალიან უნდა წარსული ტკივილები დაივიწყოს ამ ადამიანს. ბედზეა დამოკიდებული, ბედს მიანდო ყველაფერი. ყველაფერი მიანდო ბედს. ძალიან ნერვიულობს იმას, რომ თუ კი თქვენგან წავიდა და წასვლა არის, ამაზე ძალიან ნერვიულობს, რომ დაგტოვათ. კარგით, მეგობრებო, ნერვიულობს ერთია, განიცდის მეორეა, ჯავრობს მესამეა, ბოლო-ბოლო, საბოლოო პასუხი მისგან. საბოლოო პასუხი მისგან. რას უნდა ელოდოთ, რა შედეგს უნდა ელოდოთ თქვენი პარტნიორიდან? ოჯახს, მოსვლას. ოჯახში დაბრუნებას, ოჯახის შექმნას, მოსვლას.
კი, ეს არის ბინის შეძენა, ბინის შეძენა, მანქანის შეძენა, აი ზრუნვა მომავალზე, ყველაფერი მეგობრებო, კი? კი, მეგობრებო. ელოდეთ მისგან. ელოდეთ. ასია თუ ისია, საბოლოოდ მაინც ეს ადამიანი ფიქრობს თქვენთან მოსვლაზე დაბრუნებას. ეხლა რამდენს გსურთ, ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, ყოველთვის ვამბობ, ეს არის საჯარო, ამიტომ თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ხო, ბუმერანგზე, ეხლა, ნუ რა ვთქვა, ეხლა ბუმერანგზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ეხლა ჩვენი დღევანდელი თემა იყო ზოგადად თქვენთან დაკავშირებით, თქვენი ურთიერთობის. მეგობრებო, მოკლედ. ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება თქვენთან დაკავშირებით გამოსწორებას ურთიერთობის. ხო, უბრალოდ თქვენ მაინც დააკვირდით. ხო, სიახლეებს დაიწყებს კი. სიახლეებს დაიწყებს აუცილებლად. თქვენ მაინც დააკვირდით ამ ადამიანს, რომ მოვა, ეხა უცებ ხელებ გაშლილი ნუ შეხვდებით. არც იმას გეტყვით, რომ ხელი კრათ, არ კრათ ხელი. მაგრამ დააკვირდით. ხო, დამკვირვებლის როლი მოიგეთ, მეგობრებო. ცოტა გონება ჩართეთ. ტრანსფორმაციაში ხართ თქვენც და თქვენი პარტნიორის და თქვენი ურთიერთობაც. ასე რომ, მეგობრებო, გონება ჩართეთ ეხლა. ეხლა ჩართოთ უნდა გონება. არ უნდა დასვა კითხვა, კაცო, არ მაქვს კითხვებზე პასუხი, ადამიანებო. საჯაროა. მეგობრებო, არ მაქვს კითხვაზე პასუხი და არ მექნება არასოდეს. პირადშიც კიდევ თუ მწერთ და გაინტერესებთ კითხვებზე პასუხებს. კითხვებზე პასუხებით არ მუშაობ. ერთი კითხვა, ორი კითხვა, ჩემთან არა, მეგობრებო. ეხლა მაინტერესებს. ეხლა ძალიან მაინტერესებს ასტრაბარათებს შევეკითხო, მეგობრებო. აი თქვენი პარტნიორი და მისი საქციელები. რას გვეტყვის ასტრაბარათები? თუ უნდა რაიმეს გამოსწორება. თქვენს პარტნიორს თუ უნდა რაიმეს გამოსწორება. მეგობრებო. სად შემიძლია? მეგობრებო, უნდა ერთია, რომელი უნდა, ამისთვის ემზადება. ურთიერთობის გამოსწორებისთვის ემზადება, მაგრამ არ გაინტერესებთ როგორ? ჯადოქრობით, მეგობრებო. ჯადოქრობით. ეს ადამიანი ეცდება ჯადოქრობით. ეხლა რამდენად არ გაგიკვირდეთ ეს ამბავი. ჯადოქრობით. ნუ რა ვქნა? ხო, რაო? კი, ასე. ეს არის გადავჭეხე და ისევ ამოვიდა. აი ნახეთ რა ხატია აქ. ჯერ ეს კარტი, ეს არის მორგანა, ადამიანი, ეს ორი კარტი ახლა უყურეთ. ეს არის სამზადისი. ადამიანი, რომელიც რაღაცებს აკეთებს, კითხულობს და აკეთებს. კითხვა, წერა და კეთება. ეს კიდევ არის მორგანა, მორგანა არის, არ ვიცი რამდენ მაიცით, ხშირად ვხსნი ამ კარტს. ეს არის მისტიური ადამიანი, ადამიანი წინასწარმეტყველი, ადამიანი პარანორმალური შესაძლებლობის მქონე, ეს და თქვენი პარტნიორი სავარაუდოდ ხშირად მიმართავს ამ ადამიანს. ჩემო ძვირფასებო,
თქვენ ხართ ჩემი ბატონი რო იტყვიან, ხო? ჯადოქარი. ერთი სიტყვით. მორგანა არის ჯადოქარი. ხო. ერთ-ერთი ჯადოქარი, რომელიც მეგობრებო, რომლის სიტყვას ფასი აქვს, ძალას ფასი აქვს. ეს ადამიანი, რასაც იტყვის, იმდენად ძალა აქვს, რომ ყველაფერი უსრულდება და ყველაფერს ისრულებს ეს ადამიანი. ამიტომ ეს ადამიანი არის მორგანა, რომელთანაც თქვენი პარტნიორი ხშირად დადის, ეთყობა, ან თუ არ დადის, ეხლა წავა. რომ აი ნახეთ ქომოდა რა კარტია? ამ კარტსაც თუ დააკვირდებით, აგერ წეს კითხულობს ადამიანი, რაღაცას წვავს, რაღაცას ანთებს და აბატონო თქვენ ხართ ჩემი ბატონი. სამივე კარტი არის მაგისი უფრო სწორად. რომ აი ესე აპირებს თქვენი პარტნიორი ამ ყველაფრის მიღწევას. მე მაპატიეთ, მაგრამ სიმართლეს გაუმარჯოს ღმერთმა. ნუ კარგით. აქ შეიძლება კიდევ იყოს ის, რომ მაგთან დადიოდეს კიდე თავისი ცხოვრების მოსაწესრიგებლად. კი, მეგობრებო, გეუბნებით, აუცილებლად ეს ადამიანი კონტაქტობს ვიღაცასთან, ვისგანაც ჭკუად არიგებას ღებულობს და ეს ადამიანი ეუბნება როგორ მოიქცეს. ეს არის მაგი, ჯადოქარი. ეს ადამიანი, ვისაც მიმართავს თქვენი პარტნიორი, არის ჯადოქარი. ხო. აგერთან აწერია მეგობრებო. აი აწერია მორგანა. ხედავთ ხო? ხო. ერთი წუთით. ხო. ხა ბატონო. კიდევ როგორ აპირებს ამ ყველაფერს? მისი საქციელები, მეგობრებო, აი ესეთია მისი საქციელები. კიდევ რა? რამდენად გამოუვა, მეგობრებო? თქვენი სურათით. მეგობრებო, შეიძლება შევიშალო ახლა. ეს ადამიანი თქვენ სურათზე აკეთებს ამ ყველაფერს. თქვენი სურათით. კი? ხედავთ ხო, აგერ სურათი უკავია ხელში. აი ესე მიაქვს სურათი, ამობეჭდილი თუ ამოსკრინული სურათი, მეგობრებო, და აგერ ქვევით კიდევ წიგნი უდევს. ესე კითხულობს, აგერ უკან ლამპები, შეიძლება სასაფლაოზეც დადიოდეს, ნუ არ ვიცი, მეგობრებო, ხა გულს არ გიხეთქავთ, მაგრამ გეუბნებით თავშიც იყო, და ვთქვით, ჭირდებათ წმენდები. წმენდები თავში ამოგივიდათ, მეგობრებო, გჭირდებათ წმენდები. მე ამ ვიდეოს რომ ავტვირთავ, კარგად დააკვირდით თქვენს დახასიათებას, თქვენს ენერგიებს. იქ ვამბობ, გარკვევით, გჭირდებათ წმენდები. ამიტომ აი მეგობრებო, რატომ გჭირდებათ წმენდები? ამიტომ. თქვენი სურათით. აბა ეხლა გეტყვით მეგობრებო ერთ რაღაცას. ეხლა რასაც გეტყვით. აბა დააკვირდით ეხლა. მეგობრებო. ესეც კიდევ ერთ-ერთი. რა ვქნა მეგობრებო? აი აზრი არა აქვს ეხლა რაიმეს ამბის მოყოლას აქ. ხო, აი ამ წუთას მინდოდა მეთქვა. აი ზუსტად ეხლა რის თქმასაც ვაპირებდი, იმიტომაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ეხლა გეტყვით მეგობრებო, რა ხდება აქ. თქვენ თუ კი არ შეგეფერებათ ის სიტუაცია ეხლა და რა სიტუაციაზე ვსაუბრობ. თუ კი 24/7-ზე ეს ადამიანი გეფიქრებათ. გონება ვერ გათიშით. რაღაც არაადეკვატურად გრძნობთ თავს და ეს თქვენ არ შეგეფერებათ ის სიტუაცია, რაშიც ხართ ეხლა. გამარჯობათ, მანდ ვართ. ხო. აი ესაა მეგობრებო, ზუსტად. ხუთივე კარტი მეგობრებო მაგისა და მკითხავის და აი ხო, აი მოჯადოებული.
ხო. ხუთივე კარტი. აი ნახეთ. ესეც ხედავთ აქ ხო? აი მაგის კარტი. ეს თავისთავად მორგანა. ესეც სამზადის კარტია და კითხულობს აგერ და რაღაცეებს წვავს, აკეთებს. მეგობრებო, ეს არის ის, რომ თქვენ სურათზე აკეთებს ამ ყველაფერს და ეს კიდევ ესეც სამზადისის კარტია, სადაც აი ხედავთ ინვენტარები აწყვია მაგის. აგერ გველის თავი, შელოცვილი წყალი, ხმალი, ხანჯალი, წიგნი ლოცვების, აგერ წყალი, აგერ ქვიშის საათი და აგერ კიდე აი ყველაფერი ინვენტარი რაც ჭირდება. მეგობრებო, ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი რაიმე ცუდს გიპირებთ. უბრალოდ ამ ადამიანს სხვანაირად რო ვერ დაგიმორჩილათ, ესე აპირებს. ეს იმას არ ნიშნავს ეხლა რომ ეს რაიმეს მოგკლავთ, ან დაგმარხავთ, ან დაგასამარებთ. არა მეგობრებო, მაგრამ რადგან სხვანაირად ვერ ჩაგიგდოთ ხელში და მას რო უნდა ისე არ იქცევით, ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს. ხო, სხვანაირად ვერ დაგიმორჩილათ, ვერ მოგიმწყდიათ, ვერ მიგიმწყდიათ კუთხეში. აი ასე აპირებს თავისი სურვილების მიღწევას. ხო, ნუ რა ვქნათ? თვითონ ფიქრობს კი ასე. ეხლა მაინტერესებს კითხვა მინდა კაცს, გამოუვა? თვითონ აკეთებს ამას კი? ეხლა რამდენად გამოუვა მე არ ვიცი, მაგრამ ეხლა ვკითხოთ, ნახოთ როგორ ამოვა. გამოუვა? თუ გამოუვა? ისემ წვინი გახმა მისი. არა მეგობრებო. გამოუვა თუ არ გამოუვა, აი ამაზე მეტი ცბიერი ადამიანი არ არსებობს მეგობრებო, ნახეთ? გაჩვენებთ თავს ძალიან აი იცით როგორ გაჩვენებთ თავს კეთილშობილებად მოაქვს თავი. ძალიან ტოლერანტულია გაჩვენებთ ამ ყველაფერს, კი შეიძლება მართლაც არის ტოლერანტული, მაგრამ სიეშმაკეს რა უყოთ ამას რა უყოთ? ხო, როდესაც იცი აღარ იმოქმედებს კი. ხო, მეგობრებო. ესე უნდა რომ დაგიჭიროთ. მიჯაჭულობას გიკეთებთ მეგობრებო ეს ადამიანი. ეს არის მიჯაჭულობის კარტი. რომ თქვენ აი ზუსტად 24/7-ზე მასზე ფიქრობდეთ, 24/7-ზე გეტირებოდეთ, ტიროდეთ, ნერვიულობდეთ, განიცდიდეთ. აი ამას აკეთებს. ნახეთ, აქაც ქვიშის საათია, აქაც ლაბირინთია. ნამდვილად. გაკვირდებათ ესე შორიდან, ბინოკლით. ამ ყველაფერს აკეთებს, სულ ეს წიგნი უკავია ხელში მეგობრებო, სულ რაღაცებს იმეორებს. ესე გაკვირდებათ მე შორიდან, თქვენ როგორ ხართ ამ დროს. ეს ვინ არის მეგობრებო? ეს ვინ არის მეგობრებო? ეს ვინ პარტნიორები მოყავთ აქ? ხო მეგობრებო. ესე გაკვირდებათ, თვითონ ამ ყველაფერს აკეთებს და გაკვირდება შორიდან. აბა თუ გახვალთ კონტაქტზე, აბა თუ დაგინახათ ატირებული, აბა თუ დაგინახათ წაქცეული, აბა თუ შეეხვეწებით, მოდი დამიბრუნდი, გეხვეწები, ყველაფერს გავაკეთებ ასე ისე. ხო. არა, არ იმოქმედებს. წმენდებს თუ იკეთებთ, არ იმოქმედებს მეგობრებო. არა მეგობრებო, ეს მისი სურვილია, ნახეთ, სულ კითხულობს მეგობრებო 24/7-ზე კითხულობს. მეგობრებო, ნახეთ როგორ უკავია ჯინის ყულაბა ხელში. ხო. თან გაბედულად აკეთებს ამ ყველაფერს. ბედავს და აკეთებს მეგობრებო.
ბაბაიაგა კაცი კი. ბაბაიაგა კაცი კი. ბალანსი. მეორე. მეგობრებო. დედა რა გავქნა. მეგობრებო, ეს ადამიანი დადის ჯადოებზე. კი. ეს ადამიანი დადის ჯადოებზე. ეს ადამიანი დადის ჯადოებზე. აღარ მინდა აღარ გავაგრძელებ. იცოდეთ რომ დადის ჯადოებზე. კი. აშკარად გიკეთებთ მეგობრებო. ეს ადამიანი აშკარად აკეთებს ჯადოს. ძალიან მაინტერესებს თუ გამოუვა. თუ გამოუვა მეგობრებო. თუ გამოუვა. ის რაზეც ფიქრობს, თუ გამოუვა, თუ იმოქმედებს თქვენზე. თუ იმოქმედებს თქვენზე. რის ფასად უჯდება ეს ყველაფერი? ეს ადამიანი არ ვიცი ამ ყველაფერს მეგობრებო რის ფასად უჯდება ეს ყველაფერი? ყველაფერს აკეთებს ამისთვის მეგობრებო, ფინანსებსაც იხდის, ყველაფერს აკეთებს მეგობრებო. არ გამოუვა მეგობრებო. არ გამოუვა. იმიტომ არ გამოუვა მეგობრებო, რომ ამ ადამიანს ერთადერთი რაც სჭირდება არის გონება. გონება უნდა ჩართოს, თორემ მაგი კი არა და ჯადო კი არა მეგობრებო. გონება, თქვენც გიყვართ ეს ამას ვერ ხედავს. ეს არ უნდა გააკეთოს. ეს არ უნდა გააკეთოს მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს. ამას აკეთებს სულიერად ღარიბი ადამიანი. და ესაა თვითონ. ამ ყველაფერს აკეთებიებს შური და ბოღმა. მაგრამ არ გამოუვა მეგობრებო, არ გამოუვა. არ გამოუვა. დანაკარგები, წავა დანაკარგებში. მაინც არ გამოუვა და ბოლოს მიხვდება რომ არ იქცევა სწორად. აი ზუსტად. ბოლოს მიხვდება რომ არ იქცევა სწორად. აი ამას მიაღწევს, რომ მაინც ვერ მიაღწევს ვერაფერს. მიხვდება რომ აი შეცვალოს უნდა ტაქტი. და მერე რა სიზამს? ხო, დაანებებს თავს, მეგობრებო, ნახეთ? დაანებებს ჯადოების კეთებას თავს. ხო, დაკარგავს ფინანსებს. მეგობრებო, რა იქნება იცით? ხა გეტყვით, ინტრიგები და მუღალატე. აი თვითონ ის ვისთანაც მივა, ის წაიღებს ფინანსებს და არ გაუკეთებს იმ ყველაფერს, რასაც დაპირდება. აი ასე. აი ასე მეგობრებო, ძალიანაც კაი. ხო, მოატყუებს. ნახეთ ქვემოდან. ხო, ის ძალას გამოიყენებს, ის ტყუილს გამოიყენებს, აიღებს ფინანსებს და საქმეს არ გაუკეთებს მეგობრებო. ხო. არ უნდა შევანგრევებში, ძალიანაც კაი. აი ასე. ვის? შანტაჟი დამაკარტიედო ხოლმეო. ხო, ზუსტად. თვითონ ის მორგანა მოატყულებს მეგობრებო, ის ჯადოქარი მოატყუებს, თვითონ აიღებს ფინანსებს. ხო, დარჩება მოტყუებული მეგობრებო. ხო, დარჩება მოტყუებული. ნახეთ მეგობრებო, კურდობა და აფერისტობა, ნერვიულობა. აი ასე. მერე ადგება და მოვა ესე სიყვარულით. ამდენი პრობლემების შემდეგ.
მეგობრებო. ამდენი ტანჯვის შემდეგ, ამდენი დანაკარგების შემდეგ, მე მეგობრებო. ხა. მაგრამ მოვა უკვე თქვენ მისი თქვენ აღარ მიიღებთ. ხა. თქვენ უკვე აღარ მიიღებთ. აი ასე. ეს მოხდება მეგობრებო. თქვენ აღარ მიიღებთ, გააბუნძულებთ უკან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო დღევანდელი. ლაივი. თუმცა ეს ადამიანი მაინც მეგობრებო, სიყვარული აქვს, ემოცია აქვს. ეს ადამიანი მაინც არ დაკარგავს იმის იმედს, რომ ხო, ნახეთ რა მოხდება მეგობრებო. ხო, არ დაკარგავს იმის იმედს, რომ ესე მაინც მოვა თქვენამდე. მაგრამ ამ ყველაფერს დააგვიანდება მეგობრებო, ამ ყველაფერს ჭირდება დრო. ეხა ხო ხვდებით, ეხა ჩვენ ეს აქ მოყოლილი ამბავი, მოყოლილია და ამ ყველაფერს რა დრო მიაქვს, თქვენც ძალიან კარგად იცით. ამ ხმალს ბოლოს დაუშვებს ეს ადამიანი, რომ მიხვდება, რომ ასე საქმეს ვერ მოაგვარებს, ამ ხმალს დაუშვებს მეგობრებო და ესე მოვა სიყვარულით. ხო. მაგრამ ამ ყველაფერს ჭირდება დრო. თქვენი გადასაწყვეტია ახლა ეს დრო. გინდათ დაელოდეთ ამ ადამიანს, გინდათ არ დაელოდოთ. ხო. უბრალოდ დააკვირდით. აი ასე. დააკვირდით ჩემო მეგობრებო ამ ყველაფერს. გამკვირვებლის როლი მოირგეთ. და დაელოდეთ თუ გიღირთ. ლოდინათ თუ გიღირთ, დაელოდეთ ჩემო ძვირფასებო. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ძალიან საინტერესო, ძალიან შთამბეჭდავი. ჩემო ძვირფასებო, მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ ყველას, ბედნიერი დილის გათენება გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ და იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. საკუთარი თავის იმედი არ დაკარგოთ, თორემ სხვას დანარჩენი უფალს მივანდოთ. ცოცხი განახო, ახლა ხო, ცოცხი დამავიწყდა მეგობრებო დღეს, მაპატიეთ. ცოცხი დამავიწყდა დღეს ჩემო ძვირფასებო, აქვე მაქვს. ჩემო მაგრებო, ჩემო საყვარლებო, აჰა, ცოცხი. აი. აი, ჩემო ძვირფასებო. ხო, ცოცხი. აქვეა ესეც, ასე რომ ეს ჩვენი ცოცხია, უღალატო ცოცხი, რომელიც ყოველთვის გვემსახურება. დღეს დამავიწყდა მაპატიეთ. ხო. აი მეგობრებო. კი ბატონო. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით და თუ ვეცდები ავტვირთე ამ საღამოსვე YouTube-ზე, თუ არა და ხვალ დილით აუცილებლად აგიტვირთავთ, ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მეიმედებით თქვენს გვერდით მიგულეთ. ასე რომ შეძლებით დაგვარად ყოველ საღამოს ესე გავერთოთ. ხო და ესე დავაკვირდეთ ჩვენს პარტნიორს და დანარჩენ გზას დაგვანახებს ყველაფერი, ეს ყველაფერი ჩემო მეგობრებო, ასე რომ კბილი ძილი და ბედნიერი დილის გათენება ყველას. აბა ხვალამდე.